გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. რამდენი მილიონი დოლარი შემოდის საქართველოს ეკონომიკაში ისრაელიდან, ირანიდან და გალფის ქვეყნებიდან. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია ეს ვიცოდეთ, რათა წარმოდგენა გქონდეს, როგორ შეიძლება ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს და ლარის კურსს დაეთყოს ამერიკა-ისრაელის მიერ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. რა თქმა უნდა, გავლენის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, თუმცა უკვე კეთდება პროგნოზები, რომ სამხედრო ოპერაცია 3-4 კვირაში ვერ დასრულდება, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავიდან ივარაუდა. გალტენ თაგარტის შეფასებით, ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტ ნეგატიურ ეფექტს საქართველოს ტურიზმზე მოახდენს. როგორც ახლა ინფოგრაფიკზე ხედავთ, 2025 წელს საქართველოში ისრაელიდან მიღებულმა სავალუტო ნაკადებმა $1 მილიარდ მიაღწია, ირანიდან ქვეყანაში $163 მილიონი შემოვიდა, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, სადაც შედიან საუდის არაბეთი, საამიროები, კატარი, ქუეითი, ბაჰრეინი და ომანი $435 მილიონი მივიღეთ. ანუ ჯამურად ამ ქვეყნებიდან მიღებული შემოსავალი შარშან $1.5 მილიარდ აღემატებოდა. თუ სამხედრო კონფლიქტში ჩართული და დაკავშირებული ქვეყნების მიხედვით შევხედავთ სავალუტო ნაკადებს, ასეთი სურათი გვაქვს. დავიწყოთ ირანით, როგორც ვიცით, საერთაშორისო სანქციების გამო ირანთან საქართველოს ეკონომიკური კავშირები საკმაოდ შეზღუდულია. შარშან მთლიან სავალუტო შემოდინებაში ირანის წილი მხოლოდ 0.9% იყო და ყველაზე მეტი წონა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდიოდა, ჯამურად მთლიანი მოცულობის 2.6%, რაც რიცხვებში $124 მილიონი. 2025 წელს საქართველოს ირანის 120,068 მოქალაქე სტუმრობდა, რაც სხვათა შორის თითქმის 18%-ით ნაკლები იყო ვიდრე 2024-ში. რაც შეეხება ისრაელს, საქართველოსთვის ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კუთხით. შარშან ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანად ფულადი ნაკადების 12.9% იყო, რაც თანხაში $9 მილიარდ აღემატებოდა. რაოდენობრივად კი 400,000-ზე მეტმა ისრაელელმა იმოგზაურა საქართველოში. სამწუხაროდ ისრაელში ჩვენი საქონლის ექსპორტი და ამ ქვეყნიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მცირეა. მთლიანობაში ისრაელის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში ჩვენი ეკონომიკის 2.5% იყო. და ბოლო ინფოგრაფიკი მინდა გაჩვენოთ, რომელიც საქართველოს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებს ასახავს, ანუ ქვეყნებიდან ფულად ნაკადებს საქართველოში ჯამური წონა 2.5%-ია და როგორც გალტენ თაგარტის ანალიზიდან ჩანს, სავალუტო შემოდინებები გალფის ქვეყნებიდან გვაქვს ტურიზმის და უცხოური ინვესტიციების ხარჯზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა შარშან $213 მილიონი დახარჯეს საქართველოში. მთლიანობაში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობით ქვეყანამ მიიღო $923 მილიონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2025-ში საქართველომ ტურიზმიდან $4.6 მილიარდი შემოსავალი მიიღო, ფაქტია ისრაელის და გალფის ქვეყნების წვლილი საკმაოდ დიდია და შესაბამისად ლოგიკურია, რომ კონფლიქტის გაჭიანურება ყველაზე მეტად მოკლევადიან პერიოდში მით უმეტეს ტურიზმის სექტორზე აისახება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს წერტილში, როგორ დაეთყო უკვე არსებული ვითარება ტურისტულ ინდუსტრიაზე, როგორ წარმოუდგენია ბიზნეს მოსალოდნელი დანაკლისის მინიმიზაცია. ჩვენს კითხვებს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი უპასუხებს, რომელიც უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების შალვა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. პანდემიიდან მოყოლებული ტურიზმის სექტორი მუდმივი ტურბულენტობის რეჟიმშია. ბიზნეს ალბათ გარკვეული იმუნიტეტიც კი გამოგიმუშავდათ, მაგრამ რამდენად საგრძნობია უკვე მოგვიყევით პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთის სამხედრო დაძაბულობის პირველი ტალღა ქართულ ტურიზმზე, ჯავშნების გადავადების გარდა სხვა რა შემთხვევები გვაქვს, თუ არის ტენდენცია უკვე გაუქმებების, როგორ ხართ? ესე იგი თქვენთან რომ შემოვედი, ძალიან კარგი ფრაზა მითხრეს, რომ ესე იგი არ უნდა მოვისვენოთ ჩვენ, ხო? ჩვენი ესე ვთქვათ გაჩერება არ შეიძლება და ჩვენ რო ცოტა ხნით მაინც მოვუდუნდეთ, ეს არ შეიძლება. აი რაღაცა წელს ძალიან კარგი სეზონი იყო გუდაურში და ეს გუდაურის აღმასვლა დაიწყო წინა წლებთან ერთად. კარგად მოგეხსენებათ, ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ, რომ ისრაელისთვის ერთ-ერთი სასურველი მიმართულებად გადაიქცა გუდაური და გუდაურში უკვე მეორე წელია, უკვე მესამე წელი ახალგაზრდა ებრაელები, ახალგაზრდა ისრაელელები წამოვიდნენ, რაც ძალიან კარგი იყო და
წელსაც ფანტასტიკური სეზონი ქონდა გუდაურს, თუმცა ეს ვთქვათ ხوار შეიძლება მოვდუნდეთ, როგორ შეიძლება ჩვენ მოვდუნდეთ, თემა ესეთი, როცა მაგალითად თბილისში შეიძლება გადაავადო და ძალიან ბევრი ჯავშანი თბილისში გადავადდა და არ გაუქმდა, რაც ძალიან კარგია და იმედს გვაძლევს, რომ ეს ამ ეტაპისთვის მხოლოდ გადავადებაა და ეს ხალხი დაბრუნების შემდგომში ჩამოვა. უბრალოდ სამწუხაროდ გუდაურში სეზონი მთავრდება, მე ფიზიკურად მონებრივ პირობების გამო თოვლი აღარ იქნება და სამწუხაროდ ბევრ სასტუმროს ფულის დაბრუნებაც კი მოუწია, ამაზე ჰოტელიერები საუბრობდნენ და თქვენთან გადაცემაში იყვნენ და სამწუხაროდ მოდი ჩავთვალოთ, რომ თითქმის ჯავშნების, სასტუმროს დატვირთულობის 60-70%, რომელიც მოდიოდა გალფის ქვეყნებზე და ისრაელზე, ამ ეტაპზე გაუქმებულია და შესაბამისად შემოსავლებით საკმაოდ დიდი 60-70%-იანი კლებაა, ესე ვთქვათ 60-70% დააკლდათ მარტის თვეში, რაც ესე ვთქვათ, რასაც არაფერი ემუქრებოდა, გათვლა იყო ამაზე და წინასწარ ჯავშნების ფულის ჩარიცხული ჰქონდათ სტუმრებს, ძალიან ძნელია სასტუმროებისთვის ფულის უკან დაბრუნება, როცა ფული გადახდილია სტუმრას, თუმცა ამ შემთხვევაში ეს სუფთა ფორს მაჟორად ითვლება და ჩვენ უკვე ვალდებული ვართ, რომ ფული დავაბრუნოთ რეალურად და ბევრმა სასტუმრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ფული დააბრუნა, რითაც შემდგომში თავისი პოტენციური, ესე ვთქვათ, პარტნიორები შემდეგი წლისთვის შეინარჩუნა და პირიქით ეს პარტნიორები უფრო, ესე ვთქვათ, ლოიალურ პარტნიორებად გადაიქცნენ, დაინახეს რა დამოკიდებულება საქართველოს სასტუმროების მათთან. ანუ ზამთრის კურორტებზე ძირითადად გუდაურზე ჯავშნების გაუქმების ტენდენცია წავიდა თბილისში. ფიზიკურად არავის უნდა და გაუქმება პირდაპირ ვიძახი, თუმცა გაუქმდა, ვერ ჩამოდიან ტურისტები, ეს არ არის, იმიტომ რომ ვინმეს ბრალი, ეს ომის ბრალია და ფრენები არ არის ფიზიკურად და ჯავშნები გაუქმდა. რაც კარგი იყო, ასევე კარგი ტენდენცია იყო წელს გალფის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით დუბაიდან, იყო არა მხოლოდ, ესე ვთქვათ, გალფის ქვეყნების წარმომადგენლები, ესე ვთქვათ, ეთნიკურად, არამედ ძალიან ბევრი ევროპელი, ვინც მაგალითად დუბაიში მუშაობს, ჩამოვიდა წელს და ახალი ტენდენცია იწყებოდა, რომ დუბაიში მომუშავე ევროპელებმაც გუდაურში დაისვენეს, რაც იყო ძალიან კარგი. პირდაპირ ევროპიდან როცა გვაკლია მით უმეტეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგად ჩანს, რომ ევროპელებიც მოდიან კურორტზე უკვე, თუმცა სამწუხაროდ ეს დუბაიც ჩაიხსნა, ასევე იყვნენ სტუმრები, რომლებიც ფიზიკურად არ ცრიელებდნენ, უბრალოდ ესე ვთქვათ, თოვლის სანახავად იყვნენ ჩამოსულები და სამწუხაროდ მოდი ვთქვათ, გუდაურის 70%-იანი ბიზნესი ამაზე იყო აწყობილი და ეს ჩაიხსნა. ისრაელს რადგან ყველაზე მეტი წონა აქვს, როგორც დასაწყისი ჩვენი მიმოხილვიდანაც ჩანდა, შარშან $9 მილიარდ მეტი დახარჯეს მათ საქართველოში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ციფრი ალბათ უფრო მეტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისრაელელი სტუმრები თამაშობენ კაზინოში ძალიან ბევრს და კაზინოში საკმაოდ დიდ თანხებს ტოვებენ. ბათუმის მიმართულებით რეალურად ჩარტერები დაფრინავს და როცა ჩამყოს ეს თუ კაზინოში მოთამაშე ისრაელელები, რაც ასევე ესეთი, ისე ვთქვათ, ტენდენცია უკვე ბოლო რამდენიმე წელია ისრაელიდან ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც აქ თამაშობენ. ბათუმი ამით ესეთი პოპულარული მიმართულებაა და ძალიან ბევრი რას დაიხვეწა, რომ უფასო ბილეთებს თავაზობენ, უფასო განთავსება, უფასო კვება ისრაელ ტურისტებს, შესაბამისად რამდენად დადებული აქვს და თამაშობს. დაგაკლდება და რამდენად მძიმე დარტყმა იქნება და იქნება თუ არა განსაკუთრებით ისრაელის რა თქმა უნდა, პირდაპირ ვიძახი, რომ ბათუმში ამ ეტაპზე ბათუმისთვის, კაზინოს სექტორისთვის ძალიან დიდი დარტყმა, გუდაურისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ასევე უბრალოდ თბილისში ისეც არასაზონი ჰქონდა ეხლა, თუმცა თბილისი მაინც იყო დუბაიდან ჩამოსული სტუმრები საკმაოდ მრავლად ყავდა და ასევე ისრაელიდან რა თქმა უნდა ჩამოსული სტუმრები და ესე თუ ისე თბილისმა მიიღო, მოდით ესე ვთქვათ, 15%-იანი დარტყმა, არა მაგხელა,
რაც მიიღო კონკრეტულად ამ ეტაპზე გუდაურმა და რაც მიიღო კაზინოს სერვისმა ბათუმში. 15%-იან დარტყმაში გულისხმობს ჯავშნების 15%-იანი ჯავშნების გაუქმების გადავადების თემა 15-20% ძალიან დიდი ესე ვთქვათ გადავადება ამ წუთისთვის არ მომხდარა, იმიტომ რომ ჯავშნების ძირითადი რეალურად სეზონი იწყება აპრილის მეორე ნახევრიდან, 1 აპრილიდან 10 აპრილამდე ქონდა პასექი, ესე ვთქვათ, ებრაელების დღესასწაული და ამ პერიოდში იყო ბევრი დაჯავშნელი, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს სტენდბაიზე დგას, მაგრამ ვიცით რომ ეს ხალხი შეიძლება არ ჩამოვიდეს, თითქმის გამორიცხული ეს ხალხი აქ ფიზიკურად ჩამოვიდეს, მაგრამ თვითონვე ეს ხალხი ისრაელს ახასიათებს მალე დაბრუნება, ხო? ისინი კონფლიქტებს მიჩვეულები არიან, შარშან ზაფხულში იყო, ხო? ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს. მაშინაც მახსოვს ძალიან წუხდა ტურიზმის ინდუსტრია და ეს იყო დარტყმა ახალი. არ გადვინებთ, მაგრამ მალევე ისევ როგორც კი დამშვიდდა სიტუაცია, ისევ აღდგა. კი ბატონო, ეს ნამდვილად ვითარება გვაქვს. აი, ჩემ ყველა გამოსვლაში თქვენთანაც და ნებისმიერ ინტერვიუში ყოველთვის აუნიშნავ ჩვენი ისრაელელი მეგობრები არიან ესეთი ჩვენი ესე ვთქვათ დიდი ხნის პარტნიორები, რომელთანაც აი 20-25 წლის ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ბაზარი თანდათანობით ყოველწლიურად იზრდება, სტაბილური ზრდით გამოირჩევა, სტაბილურად იზრდება და ესეთი აბსოლუტურად მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები საკმაოდ ბერფუნს ხარჯავენ საქართველოში. გუდაურსა და ბათუმში ჯავშის სასტუმროებს თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდ ნაწილს უმრავლესობას ეს ჯავშნები რაც იყო ამ პერიოდში, იმიტომ რომ ფრენებიც გაუქმდა და ასე შემდეგ გაუქმდათ. ამ ეტაპზე ანუ პირდაპირ ვიძახი, რომ კაზინოს მოთამაშე კაზინოები, რომლებიც ძირითადი ნაწილი მოთამაშე ისრაელებზე იდგა ბათუმში, ჩაიხსნა და ფიზიკურად შემოსავალი, რა თქმა უნდა, დააკდება ძალიან დიდი დარტყმაა და ასევე გუდაურისთვის. ირანს რაც შეეხება შალვა, მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ უფრო იქამდე ვიდრე სავიზო რეჟიმი შემოვიდოდა ირანისთვისაც ვიყავით ერთ-ერთი მარტივი მიმართულებაც 15, 16, 17 რადგან სხვაგან ესე ვერც დადიოდნენ. ახლა აშკარად კლება, თუმცა რაღაცა წვლილი მათ აქვთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმში. ის გადამწყვეტი წილი ისეთი როგორც მაგალითად ქონდა 15, 16, 17 წლებში ეხლა აღარ იყო, თუმცა რაღაცა 2-3% დატვირთულობის მაინც იყო ირანიდან ჩამოსულ სტუმრებზე. ესაც რაღაც გარკვეულ ნაწილს ავსებდა კი ბატონო, თუმცა ეს დიდი ესე ვთქვათ, რომ დიდი ნაკადები ტურისტების თეირანიდან მოდიოდა, ზოგადად ირანიდან მოდიოდა. ბოლო წლებში ამ ხელა ნაკადები არ ქონია, თუმცა რა თქმა უნდა ის 1 და 2 და 3% სასტუმროებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ აპირებს ბიზნესი თუ დაწყებული გექნებათ ალბათ მუშაობა ფიქრი ამ დანაკლისის მინიმიზაციას როგორია თქვენი გეგმა B სხვა ბაზრების სათვისებულად, საიდან გვაქვს შანსი წლის დასაწყისში მე მახსოვს 2025 რო შევაჯამეთ, თქვენ ამბობდით ქართული ტურიზმი სრულისვლით მიდის აზიისკენო. ისევ ამზით ფიზიკურად ამ ეტაპზე უნდა ვეცადოთ ცოტა ამ ეტაპზე ფრენები როგორ იქნება? ევაქციოთ. მე დიდი სურვილი მექნებოდა ამ ეტაპისთვის, მაგალითად დაინიშნოს კიდევ უფრო მეტი ფრენა ჩინეთიდან და დავარწმუნოთ ჩინელი ესეთო სტუმრები, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. ამ ეტაპისთვის ეს უფრო ადვილი გასაკეთებლად შედარებით უფრო რა თქმა უნდა ადვილი არაფერი არ არის, შედარებით უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ევროპელები დაარწმუნო, რუკას როცა ხედავ, ჩვენს გარშემო ყველგან წითელია, იქ ჩამოვიდნენ, სადაც ესე ვთქვათ, გარშემო ძალიან დიდი საფრთხეა. პირდაპირ ვიძახი, რომ ძალიან რთული იქნება ჩვენთვის ევროპელების დარწმუნება ჩვენთან ჩამოვიდნენ დასასვენებლად. უფრო შედარებით უფრო ისედაც დიდად არ იკლავდნენ სამწუხაროდ. კი ბატონო, უფრო შედარებით უფრო მარტივი იქნება, ესე ვთქვათ, ინდოეთი, ჩინეთს გაუკეთოთ უფრო მეტი ფრენა დავნიშნოთ და უფრო მეტად ჩამოვიყვანოთ. მე არ ვიძახი, რომ ეს ქვეყნებიც ჩამოვლენ ან ეს ქვეყნები უფრო ადვილი იქნება, თუმცა უფრო მეტი შანსი გვაქვს ამ ქვეყნებიდან ესე ვთქვათ, რაოდენობიდან გამომდინარე,
უფრო მეტი შანსი გვაქვს სტუმრები წამოვიყვანოთ ამ ეტაპზე ვიდრე ევროპიდან. აზიის ბაზრებზე ვიაქტიუროთ უფრო. აზიის ბაზრებზე უნდა ვიაქტიუროთ, სხვა გამოსავალი ახლა არ არის. ეს ერთი თემა, მეორე თემა დღეს ინტერვიუ მივეცი ხაზარის ტელევიზიას ყაზახეთს, სადაც მოახსენებათ უკვე 18-დან 21 მარტის ჩათვლით არის ახალი წელი, ნაურიზი და იქნებ ამ პერიოდზე გავაკეთოთ უფრო მეტი აქტიურობა ყაზახეთი, აზერბაიჯანიდან იქნებ რამენაირად მოახერხეთ, რომ ეს ახალწლის პერიოდზე, ამ ხალხის ახალწლის პერიოდზე ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ აქ და რაღაცა შევავსოთ ჩვენი სასტუმროები აი რაღაცა ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. ეს იწყება 18 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. ესე ჩვენი კალენდარს ესე მივყვებით ხოლმე რა, ეს ახალი წელი, მერე ჩინური ახალი წელი, მერე ნაურიზი მუსულმანური ახალი წელი, მერე არის პასექი 1-დან 10 აპრილამდე, მერე აღდგომა ჩვენი კათოლიკური აღდგომა, მერე უკვე მაისის დღესასწაულები და ნუ ესე თანდათანობით ყველაფერს ვერგებით. თუმცა სამწუხაროდ უკვე ბევრი ჯავშანი გაუქმდა 1-დან 10 აპრილამდე ისრაელიდან. ეს არის პასექის დღესასწაული, როცა ეს ხალხიც საკმაოდ კარგად იცნობს. რადგან კრიზისის ნიშნები იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთშია, ჩანს ყოველ შემთხვევაში გამოწვევების ხო ტურიზმის ინდუსტრიაში. ხომ არ ყოფილა უკვე რაღაც ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ რაც ისრაელმა და ამერიკამ ერთობლივად ასე ვთქვათ გაარტყეს ირანს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ან ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია, ხომ? შეიძლება დღეს პროგნოზები ძალიან რთულია, მაგრამ იგივე დასაწყისში საინვესტიციო ბანკ გალტენთაგარტის შეფასება და პროგნოზები მოვიყვანე, ძალიან მარტივია იმის გათვლა, რომ ყველაზე სწრაფად ტურიზმის სექტორზე აისახება ეს კონფლიქტი და გამოწვევები, სადაც არ აკლდა სექტორს, ვიცით, რომ რაღაც ბევრი სასტუმრო ისე არ არის დატვირთული როგორც ბიზნეს სურს, კი საერთო რიცხვები კი დადებითია და მთავრობა კი იწონებს თავს, მაგრამ ხომ არ ყოფილა მოკლედ კომუნიკაცია? ან რას აპირებთ, ან ერთად აი როგორც თქვენ ამბობთ ახლა რაღაცნაირად როგორ გავაკეთოთ ისე რომ სწრაფად მაგალითად გავაქტიურდეთ უფრო მეტად ჩინეთის ბაზარზე, ან ყაზახეთზე, ან რაღაც სპეცს რეკლამები და თქვენი პლატფორმა გამოვიყენო კიდევ ერთხელ და თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მოუწოდო რომ იქნებ ასეთ დროს საერთო შეკრება გავაკეთოთ და დავილაპარაკოთ იმაზე რა მოხდება ესე რომ იყოს, რა მოხდება, ეს ომი თუ დიდხანს გაგრძელდა, რა შეიძლება დავგეგმოთ, რა მიმართულებით წავიდეთ და ერთად ვიმუშაოთ უკვე და ჩვენ თუ გახსოვთ ჩემი წინა წერტილის რაც დაუსვათ წერტილი იყო ცალსაკი მუშაობას და იგივეს გავიმეორებდი ახლა ის დრო არ არის რომ ესე ცალსაკი იყოს კერძო სექტორი და სახელმწიფო სექტორი აბსოლუტურად დრო მოვიდა ამ წუთში და გადაუდებელია ეს არ უნდა ამის გადადება არ უნდა მოხდეს გავითვალოთ ყველა ანუ რა შეიძლება მოხდეს და გავთვალოთ რაღაცა მომენტები ესე რომ მოხდეს რა გავაკეთოთ ესე რომ მოხდეს რა გავაკეთოთ და ასე შემდეგ თუმცა მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები გაიწეროთ ალბათ ახლა როგორც ვიცი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდი 15-მდე კომპანიასთან ერთად ITB ბერლინზე ვართ და კარგია რომ რაღაც გაწერილ კალენდარს მივყვებით მაგრამ ნახოთ. რა სიტუაციაშიც ვართ ალბათ ეს პირდაპირ გაგების ფორს მაჟორში შევედით ამ წუთში. ჩვენთვის ფორს მაჟორია. და ნუ ნახოთ. მე მახსოვს პანდემიის პერიოდში უფრო თვითონ ტურიზმის ინდუსტრიაც იყო ერთხელ თქვენი ყავით როგორც მახსოვს ორგანიზატორი და აქეთ იწვევდით ხოლმე მთავრობას და ესეც შეგიძლიათ. ნახოთ. ან არ მოგიწევენ. მიმდინარე კვირას BMG სტუმარი იყო მაკედონიის ჰოსპიტალიტის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი და ის ამბობდა ამ ზუსტად როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს ამაზე როცა დაუსვა ჩემმა კოლეგამ კითხვები აქცენტი ახლა ერთ-ერთი აქცენტი შიდა ტურიზმზე უნდა გადავიტანოთ. და აბეცადოთ ამ გზით დავტვირთოთ სასტუმროებიო. მუშაობთ თუ არა უკვე ან იწყებთ თუ არა მუშაობა სპეციალურ პაკეტებზე და ფასებზე როგორ შეიძლება აისახოს ეს გამოწვევა? შიდა ტურიზმისთვის უბრალოდ ახლა ყველა მიმართულებით არასეზონია და
რა თქმა უნდა ზაფხულისთვის, ანუ სეზონისთვის ალბათ მაისიდან უფრო ანუ სასტუმროები შიდა ტურიზმით ისედაც ესე ვთქვათ დაკავებულები იყვნენ და უფრო მეტი ინიციატივები მოხდება შიდა ტურიზმიდან შიდა ესე ვთქვათ სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელსაც აქტიური იქნება საქართველოს მოსახლეობა და აქტიურად დაისვენებს საქართველოში. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი მიმართულება თუ ადამიანებს საზღვარგარეთ წასვლის ესე ვთქვათ შიში ექნებათ, შეიძლება ეს გამოიყენოთ იმაში, რომ შიდა ტურიზმი უფრო მეტად დაიტვირთოს სასტუმროები, ისე როგორც იყო პანდემიის დროს. უბრალოდ ეს არის კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ვარიანტია იმ თემის, რომ აი ესე რო არ მოხდეს, რა შეიძლება იყოს, ესე რო არ მოხდეს, რა შეიძლება იყოს რა. ნუ ნახოთ რა მოხდება რეალურად ამ წუთში პროგნოზს მე კი არა ვერ აკეთებ სოფლიოში რა მოხდება და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ну, ერთ თვეში მაინც ხო შეიძლება დამთავრდეს ეს. 3-4 კვირა თქვა დასაწყისში ტრამპმა. იმედი გვაქვს რომ ეს გამართლდება და ის ტემპი რაც წელს ჰქონდა და საკმაოდ კარგი ტემპი ჰქონდა და სტარტი კარგი იყო, გაგრძელდება და პირიქით უფრო ესე ვთქვათ ჩავარდნილ თვეებს ისე ამოვასწრებთ. ყოველ წელს აბსოლუტურად თქვენთან როცა მოვდივართ, ყოველ წელს გვაქვს ესეთი რაღაცა, რომ ჩავარდნილი თვეების დაბალანსება, ჩავარდნილი თვეების დაბალანსება, ესე იგი ციკლი და დაბალანსებული ზრდის პერიოდი. აბსოლუტურად პირდაპირ ვიძახი 2019 წლის გავრილოვის ღამის შემდეგ ვერ ამოვისუნთქეთ. სულ გამოწვევებშია ტურიზმიდან, ну, მთელი ქვეყანა, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ ტურიზმზე. რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. კი, ტრამპმა კითხვა, რომ 3-4 კვირაში დასრულდება, მაგრამ უკვე კეთდება პროგნოზები, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი ომი, შემოდგომამდეც გაგრძელდეს და ასე შემდეგ. რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია ახლა სასტუმროების ფედერაციას წარმოადგენთ, დარწმუნებული ვარ სექტორი ძალიან ბევრს საუბრობთ ერთმანეთთან, საიდან ხედავთ ყველაზე მარტივად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტურისტების მოზიდვის გზას და რას ურჩევდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ეკონომიკის სამინისტროს გადახედოს ამ თავისი მარკეტინგული აქტივობების კალენდარს, არ ვიცით იქ რა აწერია და რომელი ბაზრები სამწუხაროდ ესე აღარ გვეკონტაქტებიან, მაგრამ თქვენ თუ იცით თუ გადადონ და გადაწერონ თავიდან და მოარგონ იმ საჭიროებებს და იმ რეალურ გზებს, საიდანაც არის შესაძლებელი ვიზიტორების წუთში და ყველა ერთად დავждეთ. თემა არის ესეთი, ყველა ტურისტული კომპანია ვის საიდან მოყავს, რა შეუძლია, რა ფიდბექები აქვს თავისი პარტნიორებისგან. ახლა შალვა, მაია თუ პეტრე, პავლე, ივანე, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ინდივიდუალურად ყველასთან ჩვენი კონტაქტები გვაქვს, თუმცა ამ ეტაპისთვის გვჭირდება ტურისტული კომპანიების ფიდბექი თავის პარტნიორებს რა ესე ვთქვათ მოლოდინები აქვს და რას ფიქრობენ პარტნიორები აპირებენ თუ არა სტუმრების ჩამოყვანას ისევ თუ თავს იკავებენ ან რაღაცა იმას ითხოვენ რა ქვია გარანტიებს ითხოვენ რა უნდათ ასე შემდეგ ან ყველას ფიდბექი უნდა შეიკრიბოს ამ ეტაპისთვის და უნდა ვილაპარაკოთ რეალობაზე რაში დღეს დავდექით და რეალობა არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ ყოველდღიურად ველაპარაკები ყველა ტურისტულ კომპანიას ვინც ჩვენი პარტნიორები არიან და ეკითხები აბა რა მოლოდინი აქვს თქვენ პარტნიორებს ჩვენ პარტნიორების გარდა და მოლოდინები ამ ეტაპისთვის ყველა არის აგვირდება მდგომარეობას. ანუ მოლოდინი ისეთი რომ ვიღაცა ამ ეტაპზე იძახის რომ არა და წელს აღარაფერი არ იქნება, ეს მოლოდინი არ არის. ყველა არის ელოდება მდგომარეობის ესე ვთქვათ დასტაბილურებას და ჯავშნების გაუქმება, გრძელვადიანი ჯავშნების მაგალითად მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და ასე შემდეგ ამ ეტაპისთვის ჯერ არ მომხდარა. რაც იმეც გვაძლევს რომ თუ ომი დამთავრდა, ეს ჯავშნები დარჩება ძალაში. მაგრამ არ ვიცით. ყველა ამ წუთში ელოდება მოვლენების განვითარებას. ისე ჩვენი რესპონდენტებიც, ვინც ამ სექტორშია, სხვა ანალიტიკოსებიც კეთდება პროგნოზები, რომ რაღაცნაირად ტურიზმი როგორც პანდემიის პერიოდში კეთდებოდა, არ იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო, იგივე დუბაის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო. მაგრამ ხედავთ რა ვითარებაც არის, ანუ რისკები ძალიან დიდია და ეს ალბათ მოგზაურობის განწყობაზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას. მას ვიძახი რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ხო? შეიძლება ეს შიდა ტურიზმის განვითარებისთვის წელს მაგალითად უკეთესი იყოს შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. თუმცა
ეს არ ნიშნავს ქვეყნისთვის კარგში და ტურიზმი ერთი ჯიბიდან იღებულ და მეორეში დებ, თუმცა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის კლება არ იქნებოდა ნამდვილად კარგი და ფულადი შემოდინებები უნდა მოხდეს საზღვარგარეთიდან. ამაზე დგას საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკის კარგად მოგეხსენებათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია ნამდვილად და ჩვენ ამ შემოსავლებზე რეალურად მოდით ესე ვთქვათ, 300,000 კაცი ნამდვილად არის დამოკიდებული ქვეყანაში. 300,000 კაცი ნამდვილად, მოდით ესე ვთქვათ, მინიმუმ ტურიზმიდან იღებს შემოსავალს. 300,000 კაცი ჩვენი ეს არის მოსახლეობის რეალურად 10%. 300,000 მუშა და ესე ვთქვათ, მომუშავე ადამიანი არის ძალიან დასაქმებულთა თითქმის საქართველოში დასაქმებულთა რეესტრის თითქმის 20%-ზე მეტი. შესაბამისად, რა ვიცი. მე მგონი დრო ეკონომიკის სამინისტროდან თუ ტურიზმის ადმინისტრაციიდან დაგირეკონდა მინიმუმ ის WhatsApp-ის კერძო საჯარო პარტნიორობის ჩატი გააცოცხლონ, რა ხდება, როგორ ხართ, ერთხელ მაინც კითხო. არ ვიცი, ნახოთ. გვაქვს რაღაცა ეხლა ისეთი მდგომარეობაა, რომ უნდა ყოველ ჩვენგანმა ჩვენი ინფორმაცია შევაგროვოთ და ვთქვათ, რომ აი ჩვენი პარტნიორი მაგალითად ჩინეთიდან იძახის, რომ მე წელს თუ თქვენთან ესე სიმშვიდე იქნება, კვლავ გავაგრძელებ ტურისტების ჩამოყვანას. ან უნდა თქვას, რომ მაგალითად ინდოეთმა თქვა, რომ კი ბატონო, მე თქვენთან ვაპირებ ურთიერთობას, მაგრამ სანამ ეს ომი არ დამთავრდება, მე ამ ეტაპისთვის თავს ვიკავებ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის პარტნიორები აზრი როგორია, ეს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შემდგომი დაგეგმარებისთვის, რომ თუ ვიცით, რომ მაგალითად ჩინეთის კომუნისტური პარტია ერთპიროვნულად იყავს გადაწყვეტილებას, რა, თუ ჩინეთი იძახის, რომ მაგალითად ჩემ სტუმრებს იქ აღარ უშვებ, ჩემ მოქალაქეებს იქ არ უშვებ, იმიტომ რომ ახლოა ომთან, ხო, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენი ფრენების დამატებას, ან რა აზრი აქვს, ესე ვთქვათ, იქ რეკლამაზე ფულის ხარჯვას, ხო? იგივე ინდოეთის და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, მონაცემების შეგროვების და ანალიზი, რას ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. თუ იძახის, რომ არა, მე ვაგრძელებ თქვენთან ურთიერთობას, მაშინ იქნებ გავამატოთ ფრენები იქით ხარის და გავაკეთოთ ისე, რომ მოდი ფრენები აქეთკენ და იქით ვიცით, რომ აი დუბაიში ვეღარ დავფრინავთ, იქით ვერ დავფრინავთ, იქით ვერ დავფრინავთ და მოდი ეს თვითფრინავები იქით და დავეხმაროთ მაგალითად ავიაკომპანიებს გააკეთონ, ესე ვთქვათ, ურთიერთობა, ჩამოყალიბონ ურთიერთობა, ესე ვთქვათ, ჩინურ ტურისტულ კომპანიებთან ან ჩინურ ჩვენ პარტნიორებთან და ასე შემდეგ. ან იგივე ინდოეთზე და ნუ რაღაცა როგორ შევავსოთ ქვეყანა. პირველი ეტაპი მაინც არის კომუნიკაცია, მონაცემების შეგროვება და ანალიზი. და მაინც უფრო შანს ხედავთ ისევ აზიიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან მოვიზიდოთ ტურისტები ამ ეტაპზე, ვიდრე ევროპა. თუ ისრაელში დიდხანს გაგრძელდა კონფლიქტი, ირანით გაჩერდა და გალფის ქვეყნებიც ნამდვილად ვერ გეტყვით ახლა ამ ეტაპისთვის რა მოხდება შემდგომში რა, თუმცა თუ ეს კონფლიქტი, ეს ომი კიდე გაგრძელდა, არ ამგონია ევროპიდან საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ისედაც ძალიან ბევრი ტურისტის ნაკლება ჰქონდა ევროპიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ევროპელს გონია, რომ უკრაინა და საქართველო ერთად არის და ეს კონფლიქტი საქართველოშიც არის რა. რუკაზე ირანთან ერთად ძალიან ახლოს არ წარმოგვიდგინონ, მაგრამ ამ წუთში რომ დახედონ რუკას და თქვან, რომ 200 კილომეტრია აქედან დიდი ეჭვმეპარება, რომ კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? გავიმეორებდი წინას. ცალ-ცალკე მუშაობას მთავრობის და ბიზნესის. მადლობა. მადლობა. წარმატებები, გამძლეობა. მადლობთ. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.